თბილისი უნდა გამოუგლიჯოთ, changed its name to საკონსტიტუციო უმრავლესობა უნდა გამოუგლიჯოთ? არჩევნებში წმენას თუ დააკარგინებს საზოგადოებას, აი იქ დამთავრდება ყველა. გეთახმები ოღონდ ბაგაში თქვენ შეიტანეთ წვლილი. ძალიან სულ სიტყვებს იძახიან თქვენი მიმართულებით ამომრჩევლები მინიმუმ და რეალურად მოხდა ყველა ცუდი რამ რაც შეიძლება მომხდარიყო ამ პოლიტიკურ პროცესში. მიდის მოსამზადებელი სიტუაცია დასალაპარაკებლად. საკრებულოებში ეხა რა შვებით იბძვით, უნდა ვიბრძოლოთო და წარმატებას მიაღწია ბოიკოტმა, არ მგონია რომ წარმატებას მიაღწია. ხوار დაზადნავდნენ, ეხლა მამუკა ხაზარაძე აბა გადავიდო და ნიკა გვარამიას პოზიციაზე, რას ამბობ? ევროპარლამენტარებმა გითხრეს, რომ ძალიან ცუდი სიტყვები გითხრეს ყველაზე თქვენზე. ბიჭო, რა უნდა შეცვალო ეგეთი, ეხლა თითო კაცი ყველა ამ საკრებულოში. ისე გახარეს და ეს ყოფილი ცოლქმარივით მშვიდობიანად დაიშალეთ და თქვენ ცხოვრობთ. ლელო დაზიანდა ამ პროცესში იმ საზოგადოების თვალში, რომელიც პროტესტზე არის, ცალსახად დაზიანდა. თქვენ არ გამორიცხავთ, ასე ვთქვათ, რომ არსებული წესებითაც მიიღოთ არჩევნებში მონაწილეობა. აი, ისეთი ამბავი არის. საქართველოში ხელისუფლება შეცვლის ეგ. ნაწილობრივ გეთანხმებით. ისე 20-ში ალეკომ გაასწორა ეგ კოდექსი ეგრე მახსოვს მაგიტო შევიდა მაშინ პარლამენტში ელისაშვილი. რაღაცა მომენტში პოლიტიკურმა პარტიებმა გაუმაზეთ ამ პროცესის გარდაქმნა სხვა რაღაცაში. აი, ნუ ხატავამ რაღაცა ჯოჯოხეთურ სცენარს გეხვეწები, არ არის ეგეთი ამბავი. უთხარით და თუ რაბეა რაღაცა ტულს დავადებთ თუ რა ვიცი რა. ეგ მორესი იქნება მე. არა, თუ. მე კაკრას მაგას ამოჭრია.